რეჟიმის პატიმარმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ. ის ითხოვს სხვადასხვა მედია საშუალებაში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილის წამებად შეფასებას და იმავე მედია საშუალებებით აღნიშნული განცხადების უარყოფას. კობახიძემ, სუბარმა და მდინარაძემ სახელისუფლებო არხებზე გამოსვლისას რამდენჯერმე გაავრცელეს ცილისწამებლური ინფორმაცია, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს ზურგზე გააკრა. სინამდვილეში უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა დამხმარე ნაგებობის კედელზე. აი მაგალითად რა აქვს ნათქვამი მამუკა მდინარაძეს ბრიფინგზე. გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციელს. ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. ირაკლი კობახიძემ კი ჯერ იმედის ეთერში თქვა, ასეთი რამ ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. ამის შემდეგ უკვე რუსთავიორთან დაამატებს ირაკლი კობახიძე, რომ მზია ამაღლობელი არ არის მსხვერპლი, ვინაიდან ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელს, რომ მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა. ეს ტყული გაიმეორა შემდეგ უკვე სოზარ სუბარმაც იმედზე, ასეთი ციტირებით, ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ახლა ნორმალური საქციელი და ასე შემდეგ. მოკლედ, რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ახლა ითხოვს ამ განცხადებების ცილისწამებად კვალიფიცირებას და რა თქმა უნდა მათ უარყოფას იმავე არხებზე, რომელზეც ეს ცილისწამება კამპანიურად გაავრცელეს არალეგიტიმური, მაგრამ მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მზია ამაღლობელის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე გატარებული რეპრესიები, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის, ვინაიდან მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ამჯერად ეს შენობის იერსახის დამახინჯებას ეხება. პოლიციის დამხმარე შენობის, რომელზეც ჟურნალისტმა სტიკერი გააკრა სულ რამდენიმე წუთით, ვინაიდან ის მალევე მოხსნეს. რეჟიმი პატიმარი ჟურნალისტის დასასჯელად წარმოსახვას სულ უფრო აძლიერებს, აღსრულების ინსტრუმენტად კი სასამართლოს იყენებს. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი საქმე აღძრა. ფათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს ამ ადმინისტრაციული საქმით ედავებიან შენობის იერსახის დამახინჯებას. ლაპარაკია პოლიციის დამხმარე ნაგებობაზე. ბრალდება კი ჟურნალისტის პირველი დაკავების ეპიზოდიდან მოდის. სასამართლოს არ უნდა შევყვეთ მაგ რაღაცა ნიუანსებში, იმიტომ რომ რომელი იერსახის დამახინჯებაზე საუბარი საერთოდ ქვეყანას, ჩვენს ბავშვებს დაუმახინჯეს მომავალი, წაართვეს ევროპული პერსპექტივა და შესაბამისად გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაში ყველანაირ ფორმატს მოიცავს, იმიტომ რომ საუბარი არის ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენაზე. იმავე ბრალდებას ამაღლობელის თანამშრომელს ციალა ქათამიძესაც უყენებენ. ორივე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ამ სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელი 11 იანვარს პირველად დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. ამავე დღეს დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის ციალა ქათამიძეც. იურისტების განმარტებით, ამ მუხლით ადამიანის დაკავების უფლება პოლიციელებს არ ჰქონდათ. ამიტომ მოქმედი გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173 მუხლს ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ ბრალდებით მზია ამაღლობელი უკვე დააჯარიმეს კიდეც. დღევანდელი სხდომის შესახებ ჟურნალისტებმა მოულოდნელად სასამართლოს განრიგიდან შეიტყვეს. რომ გახვიდეთ ჯერ ქალაქ ბათუმში, სადაც უამრავი უკანონო მშენებლობაა. მე მედავებიან ქვაფენილზე სტიკერის დაკვრისთვის, რომელიც სტიკერიც იმავე წამსვე აძვრა ტექნიკურად დაკვრისთანავე და იერსახის დამახინჯებაში. ჩვენ ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლება, უპირატესი უფლება მოქალაქის. ეს არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, არათავსებადი, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, ვინაიდან ყველა გადაწყვეტილება პრეცედენტები და მათ შორის აქამდე არსებული პრაქტიკა პრეცედენტები, რაც იყო საქართველოს კანონმდებლობით დამკვიდრებული სტიკერის გაკვრა, ესე პირდაპირ არ განიხილებოდა და არ თავსდებოდა როგორც სამართალდარღვევა. ახლა სტიკერის გაკვრიდან 4 თვის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, ნამდვილად დამახინჯდა თუ არა დამხმარე შენობის იერსახე სტიკერების გაკვრით კედელსა თუ ასფალტზე. დღევანდელ სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მოითხოვა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის დაკითხვა, რადგან სწორედ მან შეადგინა პატაკი ციალა ქათამიძის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრიდან 3 თვე ნახევრის შემდეგ.
სამართალდამცველის ოქმი შედგენილია 30 აპრილის თარიღით განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. ამ ვადაში მოხდა რეაგირება. საპროცესო ვადები, უпростоრად კანონმდებლობით ადგენილი ვადები აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა. ამ ახალი უსამართლო ბრალდებით რეჟიმმა მზია ამაღლობელის სარჩელს უპასუხა. ჟურნალისტი უჩივის ოცნების წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს ცილის მწამებლური განცხადებების გამო და მათ უკან წაღებას ითხოვს. ოლიგარქის პრემიერმა და ოცნების თავმჯდომარემ ტყუილი თქვა, რომ თითქოს ჟურნალისტი დაკვეთით მოქმედებდა, როდესაც შეურაცხყოფაზე პასუხად პოლიციელს სილა გააცდა. მოიტყვა მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც იმედის ეთერში თქვა, თითქოს ჟურნალისტმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა. იგივე გაიმეორა სოზარ სუბარმაც. რეჟიმის სახელით დღეს ბრალდებას მდინარაძემ უპასუხა. თუ აღმოჩნდება, რომ ხელი არ გაურტყია პოლიციელსაც, აუცილებლად მოვიხდი ბოდიში. თუ აღმოჩნდება ჩემი რომელიმე ფრაზა ტყუილი, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოვიხდი ბოდიში, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე ტყუილი მეთქვას, მათ შორის მზია ამაღლობთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა მიმაჩნია, რომ ეს იყო განზრახული მოქმედება პოლიციელის მისი დისკრედიტაციის მიზნით, პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ, რომ კონკრეტულად პოლიციის უფროს ხელი გაარტყა. დააჯარიმებენ თუ არა კიდევ ერთხელ რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს ზეგ გაირკვევა, როცა ახალი ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართება. ხვალ კი სასამართლო მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე იმსჯელებს. ამ საქმეში პოლიტპატიმარ ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. სხდომებზე ჩვენებები მისცეს სრუმოწმე პოლიციელებმა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები.